ერთი ხმა ჯგუფის შინ თავის ხმას დღეს ბათუმელებს აწვდის უკვე 2 საათია ბათუმში ჯგუფ შინის კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტს ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვაც ესწრება, ის ახლა პირდაპირ ეთერში გაგვიძლიერებს შთაბეჭდილებებს. ნათია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორ მიდის კონცერტი? რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯგუფის შინის კონცერტი უკვე ბათუმში. ერთი ხმა ამ პროექტის ფარგლებში ჯგუფმა შინმა დღეს ბათუმი ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. იმაზე მეტი სიმღერა შეასრულა ჯგუფის წევრებმა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. მაყურებლის მოთხოვნით კონცერტი უფრო დიდხანს გაგრძელდა. ქართული პირდაპირ შეგაყვარებს ქართულ მუსიკას. ძალიან კაია. მოვედი გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენა და იმ ინიციატივის ხარდასაჭერად, რომელიც გააჟღერა ბატონმა ზაზამ. ერთი ხმა და ყველას ხმა. ჯგუფი ანჩის ხატიც შემოუერთდა დღეს ჯგუფის შინის კონცერტს. ორივე ჯგუფის წევრებმა შეასრულეს მაყურებლობისთვის სიმღერა. ერთი ხმა ასე ქვია პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრები მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და თავისი ხმის უფლება არ დაკარგონ. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მესამე კონცერტს მართავს ჯგუფის შინი და დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიარონ საქართველოს სხვა რეგიონებიც და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდენ, რომ არჩევნებზე არ დაკარგონ ის ხმა, რომელიც მათ გააჩნიათ. პირდაპირ ეთერში ბათუმიდან ნათია როყვა საუბრობს.